ავსტრალიელმა მკვლევრებმა განაცხადეს, რომ ახალი ქიმიური პროცესი შეიმუშავეს, რომელიც ნაგავსაყრელზე წარმოქმნილი აირებისგან ეკოლოგიურად სუფთა საავიაციო საწვავის წარმოების საშუალებას იძლევა. მეცნიერებმა არათერმული პლაზმის ტექნოლოგია გამოიყენეს. ნაგავსაყრელზე გამოყოფილ მეთანსა და ნახშირორჟანგზე მაღალ ენერგეტიკული ელექტრონებით ზემოქმედებდნენ, რის შემდეგაც გრძელჯაჭვიანი ნახშირწყლების წარმოქმნა იწყებოდა, ანუ უსუფთაო საწვავის ძირითადი სამშენებლო ერთეულის. ეს ჩვენს გაგებას ცვლის იმისა, თუ რისი გაკეთება შეიძლება ქიმიის მეშვეობით. შეგვიძლია ქიმიური პროცესი ნარჩენების გადამუშავების სისტემაში დავნერგოთ და ამგვარად სინერგიულ ეფექტს ვაღწევთ, რომლის წყალობით იაფ ან უფასო ელექტროენერგიას მივიღებთ. ავიაციის წილზე ნახშირორჟანგის გამოფრქვევის 3% მოდის. ეკოლოგიური საავიაციო საწვავი ამგვარი გამოფრქვევის შემცირების გასაღებია, მაგრამ ძვირი ღირს და ავიასაწვავის საერთო მოცულობის 1%-ზე ნაკლებს შეადგენს. საავიაციო წარმოება ეკოლოგიურად სუფთა საწვავის წარმოების ზრდას გეგმავს, რათა 2050 წლისთვის CO2-ის ნულოვან გამოფრქვევას მიაღწიოს. იშვიათი წაუგებელი მდგომარეობაა. ერთის მხრივ ნაგავსაყრელიდან მეთანის გამოფრქვევას ვაკავებთ და გადავამუშავებთ. მეორეს მხრივ გვაქვს დარგი, რომელიც ეკოლოგიურობისთვის ახალ ტექნოლოგიებს საჭიროებს. თავად მეთანის პრობლემას წარმოადგენს, რომლის სათბური ეფექტი ნახშირორჟანგზე გაცილებით ძლიერია. მიუხედავად ამისა, ატმოსფეროში მეთანი რამდენიმე წელში იშლება. რა დროსაც ნახშირორჟანგს 10 წლეულები ჭირდება, რაც ნიშნავს, რომ მეთანის გამოფრქვევის შემცირებას გლობალური დათბობის შეკავებაზე სწრაფი გავლენა ექნება. ნაგავსაყრელიდან მიღებული მეთანი მდგრად ბიოაირს წარმოადგენს. ნახშირბად ნეიტრალურია. ვინადან სწრაფად ხრწნადი საკვების ნაწარმისგან წარმოიქმნება და წიაღისეული მეთანის ჩანაცვლება შეუძლია. ყველა ყოფითი ბიოლოგიური ნარჩენი, ასევე რაც წყლის გაწმენდის შემდეგ რჩება, შეიძლება ენერგიად გარდაიქმნას. ამგვარად ავსტრალიის ელექტროენერგიის მოთხოვნის 10%-ის დაკმაყოფილება შეიძლება, რაც კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გადმოსახედიდან უდიდესი რაოდენობაა.